სოფლიო 1 ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს კვირეულის ფარგლებში ცოცხალი ჯაჭვის აქციას საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის ფილიალის დღის ცენტრის ბენეფიციარებიც სლოგანით ერთად უკეთესი მომავლისკენ შეუერთდნენ. Am დღეს ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე ჯაჭვს, აქამდე ვაკეთებდით გამგეობა და საკრებულოს წინდა. ეხლა მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცენტრი გვაქვს, ჩვენი რომელიც გვაჩუქეს ამ ხელისუფლებამ და მათი დახმარებით ყველა თანადგომას გზნობ და უდიდესი მადლობა მინდა ყველას რომ უთხრა. ყველა მოვიდა დღეს, ჯანდაცვა, რესურს ცენტრი, კულტურა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, უშაშველოდ ბედნიერი ვარ, რომ მყავს იმედის გმირი კლარა მაჭარაშვილი თავისი მეგობრით, საპატიო მოქალაქე ნოდარი გელბახიანი, სკოლების წარმომადგენლები, ბაღები, სკოლის ბავშვები და დღევანდელი დღის სლოგანი არის ერთად უკეთესი მომავლისათვის და ნამდვილად ყველა თაობამ ერთმანეთის შევავსეთ. სოფელ სხვიტორის დღის ცენტრში ამჟამად 85 ბენეფიციარია რეგისტრირებული. ყოველდღიურად ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ისინი ხელოვნების სხვადასხვა დარგში აქტიურად არიან ჩართულები, რაზეც მათი ნამუშევრების არაერთი გამოფენა გაყიდვები მეტყველებს. ეს ღონისძიება არის გამოხმაურება მსოფლიოს ხანდაზმულთა დღესთან. მადლობას მოვახსენებ ქეთინოს, მადლობას მოვახსენებ საჩხერის გამგეობას, საჩხერის საკრებულოს, უпростоრად საჩხერის მთავრობას. გვერდში დაუდგენ ქეთინოს, მოიწვიეს ხანდაზმულები, პატივისცეს მათ. დღევანდელი დღე არის ჩემთვის ძალიან დიდი სასიამოვნო და სულ ყველას დავლოცამ, ვინც ესწრებოდა ამ დღევანდელ დღეს და დალოცვილი იყავით, სულ ყველა გახარებულები იყავით, სულ ყველა და ერთად ყოფილიყოთ 100 წელი. ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებს საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის პირველმა, მესამე და სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლების 5-თა კომიტეტის წევრებმა საჩხერის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედპერსონალმა მიულოცეს და დღის ცენტრს სურსათი და მედიკამენტები გადასცეს. Ჩვენი სკოლა ყოველწლიურად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა აქციებში, წითელი ჯვრის აქციებში და ეხმარება ბენეფიციარებს. დღეს გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა სკოლის სახელით პროდუქტი, რომელიც გადაეცემა დღეს მოხუცებს. შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს ანსამბლეამ გამოაცხადა. გაერო მოუწოდებს სახელმწიფოებს ჩაერთონ ეროვნულ პროგრამებში. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში 1 ოქტომბერი საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 სექტემბრის 467 ბრძანებულების თანახმად ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ არის გამოცხადებული. საერთო საქმეს კარგად უძღვება ქალბატონი ქეთევანი და მის გვერდით ვარ ყოველთვის და მინდა რომ აი ეს ფესვებიდან წამოსული, აი ეს ღონისძიებები, აი ეს მათთან მოფერებები კვლავ გაგრძელდეს და ჩვენს მოსწავლე ახალგაზრდობას, მომავალ თაობას კონდეს იმის იმედი რომ ჩვენც ასევე მოგვეფერებიან, ჩვენსაც ეთივე კარგ ურთიერთობაში ვიქნები. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ყველა ხანდაზმულს და არა მარტო ხანდაზმულს. დღეს ჩვენ შევხედეთ აქ სიმბოლურად შეკრებილი იყო ფაქტიურად ყველა თაობის წარმომადგენელი პატარებიდან დაწყებული ხანდაზმულების დამთავრებული, მაგრამ ეს მაინც ხანდაზმულთა დღეა და მე მათ ულოცავ პირველ რიგში დღევანდელ დღეს. ესეთი ლამაზი დღესასწაულები არ მოშლოდეთ. მე მათ უსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. რაც შეეხება დღის ცენტრს, ეს დღის ცენტრი ქალბატონი ქეთევან ფალავანდიშვილის ინიციატივით დაარსდა, რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა იყო და მის საშუალებით გააკეთა. ეს ღონისძიებები ყოველთვის იმართებოდა საჩხერეში, ცენტრში, გამგეობის და საკრებულოს შენობის წინ, მაგრამ წელს უკვე თავიანთ ტერიტორიაზე, თავიანთ შენობაში მოეწყო ეს ლამაზი დღესასწაული. აღნიშნული აქცია საჩხერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის ფილიალის ორგანიზებით გაიმართა.